თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. რაც უფრო ახლოვდება სუპუ არჩევნები, სუპუ ნიშნავს საპარლამენტოს, ისევე როგორც კუპუ სალათა ნიშნავს კიტრი პომიდორის სალათას, მით უფრო ყველა გიჟდება თანდათან. ვისაც ეს მონაცემები ჰქონდა, არ გაგვირვებია, მაგრამ ზურაბ ჯაფარიძეც თუ გაგიჟდებოდა, არ გვეგონა. გვეწყინა, მეტად მწარედ გული გვტკივა, გვაჟჟოლებს და ტანში გვზარავს. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. როდესაც ხმა გავრცელდა ზურაბ ჯაფარიძემ და კერძოდ გირჩებმა ელენე ხოშტარიას მოუწოდეს კანდიდატურა მოხსენი ჩვენ სასარგებლოთო არ დამიჯერებია. შემდეგ უფრო გაამყარეს თხოვნა. ზურაბ ჯაფარიძე იგი აუცილებლად უნდა იყოს პარლამენტში, ხოლო რაც შეეხება მის მოთხოვნას ელენე ხოშტარიას მიმართ, არ გულისხმობს ელენეს არაკომპეტენტურობას. პირიქით, ელენე სიის მეორე ნომერია და ყველა შემთხვევაში მოხვდება პარლამენტში. ასე რომ სასურველია ზურას დაუთმოს ადგილიო. მაშინ მივხვდი რომ ამას სერიოზულად ამბობდნენ გირჩები. მას შემდეგ რაც ზურაბ ჯაფარიძემ ელენე ხოშტარიასაგან ვაკეში კანდიდატურის მოხსნაზე უარი მიიღო, ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა ქართულ ოცნებას თხოვა ბიძინა გეგიძის კანდიდატურა მოეხსნათ. ცხადია, ოცნებას ეს წინადადება სასაცილოდ არ ეყო. მე კი უფრო შორს წავალ და ახალ ინიციატივას გთავაზობთ. მით უფრო რომ გირჩები საერთოდ რჩებიან ახლა არჩევნების მიღმა. CSKOM საპარლამენტო არჩევნები საერთოდ გააუქმოს. ესენი მაინც გასულები არიან და ბარემ გავაუქმოთ არჩევნები და მარტო ზურა შეუშვათ პარლამენტში. საქართველოს პარლამენტს მისნაირი კადრი ესაჭიროება და ძალიან ტეხავს თუ გარეთ დარჩება. ახლა იმასაც ამბობენ რომ რესპუბლიკელების გარეშეც ტეხავს პარლამენტი. ნუ რატო ტეხავს არ ვიცი, მაგრამ რა კი არსებობს ასეთი მოსაზრება, ალბათ მართალია. და ასე ვქნათ აქაც მოუწოდოთ CSKOS რესპუბლიკელთა პირველი ათეული პირდაპირ დანიშნოს პარლამენტში. არჩევნების გარეშე რა თქმა უნდა. ახლა ალასანიას გარეშეც არ შეიძლება პარლამენტი სიმპათიურია. ნათელაშვილის გარეშე კი ყოლად წარმოუდგენელია პოლიტიკური ისტაბლიშმენტი. ასე რომ მოუწოდოთ CSKOS საერთოდ გააუქმოს სუპუ, იგივე საპარლამენტო არჩევნები და რეკომენდაციის მიხედვით დავნიშნოთ დეპუტატები. დაპირისპირება მოხდა ტელეკომპანია იბერიას ეთერში ტელედებატების დროს. ერთმანეთს ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენელი ირაკლი ღლონტი და გოგი თოფაძის პარტიის წარმომადგენელი ზაზა აგლაძე დაუპირისპირდნენ. ჭიქების გასროლასა და დედის იმის ტრიალს წინ უსწრებდა ფრთიანი ფრაზა პოლიტიკური კიკუ. ბურჭულაძის პარტიამ თოფაძის პარტიას კიკუ უწოდა. ანუ რუსეთის გამო თუმნად გაიხდიო. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ჭაბუ ამირეჯიბის პერსონაჟი კიკუ მეძავი ქალი არ არის. ის იძულებულია გაიხადოს შიმშილისა და გამოუვალი მდგომარეობის გამო, რომელზეც როგორც უმწეო და მოწყვლად ჯგუფზე ფულიანი ძალადობს. ჩემი აზრით, კიკუ არ არის ის პერსონაჟი, რომელიც ღიად პრორუსულ კოლაბორაციონისტ პოლიტიკურ ძალებს თუ პერსონებს უნდა ვუწოდოთ. ვის გჯერათ, რომ მაგალითად გოგი თოფაძე გაჭირვებისა და გამოუცდელობის გამო იხდის კრემლის წინაშე. კიკუ უფრთო ანგელოზია ბევრთან შედარებით, ღმერთმანი, ორივე მხარე პროვოკატორია. ამიტომაც შედარება ყველა გამყიდველის ფოთის პოლიცმეისტერთან უფრო შეიძლება, რომელიც ფულის გამო უყოყმანოდ გაიხდის. უკულტურო პოლიტიკოსები ქართული პოლიტიკიდან უნდა მოისროლოს ამომრჩეველმა. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.